ირანი ცდილობდა დაემალა დიდი მიწისქვეშა საიდუმლო, რომელიც ნიადაგსა და ბეტონში იყო დამარხული და მსოფლიოსთვის დაფარული რჩებოდა. მაგრამ აშშ-მ ის აღმოაჩინა. და როცა საიდუმლო გამოაშკარავდა, აშშ-მ ყველაზე ძლიერი ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები გამოიყენა. ბეტონი კარაქივით იქცა, არაფერი გადაჭა. ისევ ბევრიებმა ირანის თავდაცვა ისე გაანადგურეს, თითქოს არც არსებობდა. როგორ ვიცით ეს ყველაფერი? სამი ხვრელი. ეს არის ის, რაც ირანის ტალეგან-ორიში დააფიქსირეს, როგორც ვანტორის მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს. ეს ხვრელები უბრალოდ ხვრელები არ არის. როგორც The War Zone, ანუ TWZ აღნიშნავს, ისინი უზარმაზარია და სამ დიდ დარტმის წერტილს გავს, რაც თითქმის დანამდვილებით მიუთითებს აშშ-ის ყველაზე დიდ და გამანადგურებელ ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბებზე, რომლებიც გამოყენებულია ობიექტზე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. მალე გაგიმხელთ რა ბომბი გამოიყენა აშშ-მ, მაგრამ სწორედ ის, რასაც ფოტოები გვაჩვენებს, გვაძლევს ყველაზე ნათელ მინიშნებას, რომ აშშ-მ შეცვალა თავისი სტრატეგია ირანში ყველაზე დაცული ობიექტების დასათქმელად. სამი ხვრელი ჩანს ტალეგან-2-ის ობიექტის ზედა ნაწილში და ზუსტად იმ გამაგრებული ნაგებობის ზემოთაა, სადაც ირანის საიდუმლო პროექტებია, რომლებსაც ირანი მალავს. ირანი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ტალეგან-2-ის ობიექტის დასაცავად მუშაობდა. სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო, როცა ირან ინტერნეშნალმა გაავრცელა, რომ არბგენითი სამუშაოები იმ ობიექტზე დაიწყო, რომელიც ადრე ისრაელმა გაანადგურა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 12 დღიან ომამდე, რომელიც 2025 წლის ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩმა გამოიწვია. თუმცა ირანი იძულებული გახდა შეეჩერებინა, რადგან მისი ბირთვული ობიექტები იმავე ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბებით დაიბომბა, რაც აშშ-მ გამოიყენა ტალეგან-2-ზე. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ანგარიში ნათქვამი იყო, რომ ამ ადგილზე ახალი მშენებლობის მიზანი გამოსახულებებიდან გაურკვეველია. ასევე შესაძლებელია მრავალი არაბირთვული დანიშნულება. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ყოფილი ამადის ბირთვული იარაღის გაზგანვითარების დაგეგმილ ობიექტზე, რაც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იქ არსებული ინფრასტრუქტურის ნამდვილი დანიშნულების შესახებ. რაც შეეხება იმას, თუ რას მოიცავდა მშენებლობა, ეს საკმაოდ მარტივია. ირანს სასოწარკვეთით სურდა თავისი საიდუმლო ობიექტის დაცვა, სწორედ იმ იარაღისგან, რომელიც აშშ-მ მის გასანადგურებლად გამოიყენა. მშენებლობის დასაწყისში დააფარეს საფარები დანგრეულ შენობებზე, დაიწყო მიწის სამუშაოები, ბუნკერის საძირკვლის მოწყობა და აშენდა თაღოვანი სახურავის სტრუქტურა, სხვა პატარა შენობებთან ერთად. დღეს კი TWZ ამატებს, რომ ირანმა სამუშაოები ტალეგან-2-ის გამაგრებული ბეტონით მოპირკეთებით განაგრძო. შემდეგ კი იგი მიწის სქელი ფენით დაფარა, რომელსაც უნდა შეენცირებინა ნებისმიერი ბომბის დაცემის ეფექტი ამ ობიექტზე. ხედავთ, როგორ ყალიბდება სურათი. მთავარი ობიექტის გარშემო აშენდა პატარა შენობები, სავარაუდოდ მიწისქვეშა ბუნკერებში შესასვლელებად და გამოსასვლელებად. ირანის პრობლემა ისაა, რომ ეს კამერაზე ჩანდა. საიდუმლო ობიექტის დამავა რთულია, როცა ზემოდან სატელიტები დაფრინავენ. აშშ-ს და ისრაელს მშენებლობის დაწყებისთანავე ზუსტად იცოდნენ სამიზნე. მათ მხოლოდ შესაბამისი იარაღი და დრო სჭირდებოდათ. ირანს უნდა სცოდნოდა, ეს მოხდებოდა, რადგან ტალეგან-2-ზე იერიში ხომ ადრეც მიიტანეს. 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა ამ ობიექტს დაარტყა და სერიოზული ზიანი გამოიწვია. იტყობინება მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი. ინსტიტუტის ცნობით ტალეგან-2 სავარაუდოდ მაღალი სისუფთავის PETN-ის პლასტიკური ასაფეთქებლების დასამზადებლად გამოიყენებოდა, რაც დარტყმითი ტალღის გენერატორებისთვის მნიშვნელოვანია. AMD-ის გეგმის ფარგლებში აშენებული გენერატორები, იგივე დისტრიბუტორები, ირანი ბირთვული იარაღის ზომაში შესამცირებლად ამზადებდა. მცირე ბირთვული ბომბის ჩამოგდება დიდ ბომბზე მარტივია, ამიტომ ჩანს, რომ აშშ-ის მიერ ახლახან განადგურებული ბუნკერი ადრე ირანის ბირთვულ პროგრამაში იყო ჩართული. შესაძლოა აშშ-ს აქვს ცნობები, რომ ახალი და გაუმჯობესებული ტალეგან-2 იგივე მიზნით აშენდა. ეხლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ობიექტი მეორედაც განადგურდა. ინსტიტუტი იმ ზიანსაც გვიჩვენებს, რომელიც აშშ-მ ირანული ბეტონისა და მიწის კარაქად ქცევით გამოიწვია. ჩვენ ვერაფერს ვხედავთ, რადგან სამი ხვრელი მხოლოდ ცოტას აჩვენებს. ძირითადი ზიანი მიწის სიღრმეში, ათობით თუ არა ასობით ფუტის ქვემოთ იქნება. ცნობილია, რომ სამი ხვრელი გადაჭიმულია ობიექტის სიგრძეზე, რომელიც სავარაუდოდ ძლიერ მოქმედი ასაფეთქებლების საცდელ ჯაჭვს წარმოადგენდა. ბირთვული იარაღის ტესტირებებზე მხოლოდ ვარაუდი გვაქვს. ამ ხვრელებმა ცხადად აჩვენა, რომ აშშ-ის ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბებმა გაანგრიეს ირანის მიერ ობიექტის დასაცავად აშენებული ბეტონის გარსი. ეს ირანისთვის ცუდია. გარღვეული ბეტონის შემთხვევაში ბომბები თელუგანის 2 ობიექტში აფეთქდება. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი ამბობენ, რომ სატელიტური ფოტოები ადასტურებს ჩრდილოეთ შესასვლელთან დამცავი კედლის სერიოზულ დაზიანებას. ეს მიუთითებს აშშ-ს ბომბების აფეთქების შედეგად წარმოქმნილ გარე აფეთქებაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ეს მასიური ბომბები ტალეგან-2-ის დამცავ ფენას გაარღვევდა და ზუსტად იქ აფეთქდა, სადაც საჭირო იყო.
თავარი ობიექტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ერთი შენობა ნაწილობრივ განადგურდა, სავარაუდოდ მთავარი ბუნკერის აფეთქებების ტალღის გამო. აქ ჩანს, რომ აშშ მიზანს ზუსტად მოარტყა. ეს უნდა ყოფილიყო აშშ-ო, რადგან გამოყენებული იარაღი 30,000 ფუნტიანი მასიური საბრძოლო გამჭოლი ბომბი, მხოლოდ აშშ-ს აქვს. ასევე ცნობილია როგორც GBU-57B. ეს ბომბი, როგორც ჩანს, ერთადერთი რეალური კანდიდატია იმ ხვრელების გამოწვევისთვის, რასაც სატელიტურ ფოტოებზე ვხედავთ. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, შეესაბამება MOP-ის გამოყენებას. ამატებს TWZ, რადგან ეს ხვრელები ჰგრელები ჰგავს ფორდოსა და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე ოპერაცია შუაღამის უროს შემდეგ გამოჩენილებს. აშშ მოპები გამოიყენა 12 ფორდოზე და 2 ნათანზე. თალეღან 2-ის ზედა ხედიც მსგავსია. უნდა დავადასტუროთ, რომ აშშ-მ ისევ იგივე ხრიკი გამოიყენა, რომ ირანის კიდევ ერთი მიწისქვეშა ობიექტი გაანადგუროს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ვარიანტები არ იყო. GBU-53B ცნობილი როგორც MOAB, ან ყველა ბომბის დედა, სხვა კანდიდატია. ასე ეწოდა, რადგან მანამდე ეს იყო აშშ-ის ყველაზე ძლიერი არაბირთვული იარაღი, სანამ MOP გაჩნდებოდა. ეს 21,000 ფუნტიანი ბომბი 9 კვირაში 2003 წლის ოპერაცია ერაყის თავისუფლების მხარდასაჭერად შეიქმნა. ჩვეულებრივ MOAB-ს სეას 30 ჰერკულესიდან უშვებენ. ბომბს თვითფრინავიდან პატარა პარაშუტით აგდებენ, ხოლო ჰაერში მისი ბადე ფრთები იხსნება, რათა ბომბი სტაბილური იყოს და მიზნამდე სწორად მივიდეს. ბომბი ძალიან ძლიერი იარაღია, რაც აშკარა იმითაც, რომ მას აქვს 18,700 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი, რომელიც TNT-ს, ალუმინისა და ციკლოტრიმეთილენ ტრიინტრამინის ნაზავს შეიცავს და წარმოუდგენლად ძლიერ აფეთქებას იწვევს. ეს ბომბი თალაგან 2-ის ჩამოსაგდებად არ გამოუყენებიათ. ეს ვიცით, რადგან MOAB თვითფრინავიდან მაგალითად სეას 30 ჰერკულესიდან უნდა ჩამოაგდონ, რაც აშშ-ს თალაგან 2-ზე ბომბის დასამიზნებლად დიდ რისკს მოუწევს. ნებისმიერი თვითფრინავი, რომელსაც ისინი გაგზავნიდნენ, უნდა გაფრენილიყო ირანის შუაგულში და რაც მთავარია, თვითფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ MOAB-ის ჩამოგდება, არ არიან შეუმჩნეველები. ისინი გამოჩნდებიან საჰაერო თავდაცვის რადარებზე და შეიძლება სამიზნეებად იქცნენ. დიახ, ირანის საჰაერო თავდაცვა განადგურებულია. 12 მარტისთვის ცნობების მიხედვით, ამ თავდაცვითი სისტემების დაახლოებით 80% აღარ არსებობდა. ეს მაინც ტოვებს ირანის გაფანტული საჰაერო თავდაცვის 20%-ს, რომელსაც შეუძლია ესროლოს თვითფრინავს, რომელიც ფაქტობრივად სატვირთო თვითფრინავია და MOAB-ს ატარებს. და ეს არის რისკი, რომელსაც აშშ უბრალოდ არ დათანხმდება. ეს უნდა იყოს MOP, რომელიც უხილავი B2 ბომბდამშენიდან ჩამოაგდეს. ეხლა აგიხსნით, რატო იყო MOP იდეალური თალაგანი 2-ის გასანადგურებლად. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ გსურთ ესეთი ანალიზის ნახვა, დააჭირეთ გამოწერას. რაც შეეხება MOP-ს, ის ბევრად მეც თავაზობს ბუნკერების განადგურების საქმეში, ვიდრე მხოლოდ მისი უზარმაზარი წონა და დიდი ცეცხლის ძალა. Army Recognition-ის თქმით, ეს ბომბი სპეციალურად გამაგრებული და ღრმად ჩამარხული სამიზნეების გასანადგურებლადაა შექმნილი. ის შეიქმნა 2003 წლის სამხედრო შეფასებების შემდეგ, რაც აჩვენებს, რომ აშშ-ში MOAB-ში პრობლემები დაინახა და უფრო მიზანმიმართული იარაღის შექმნა გადაწყვიტა. ეს მართლაც იპოვეს MOP-ში. ბომბი კინეტიკური ძალით აღწევს გამაგრებულ სამიზნეში და აფეთქება ხდება მცირე დაგვიანებით ბარიერის გაარღვევის შემდეგ. გამაგრებული გარსი და მაღალი სიჩქარით დარტყმა უზრუნველყოფს, რომ MOP დარჩეს უვნებელი, მანამ სანამ არ დადგება შიდა ასაფეთქებლის ამოქმედების დრო. საბრძოლო თავკომბალა ისეთი მასიური არ არის, როგორც MOAB-ის 18,700 ფუნტი ასაფეთქებელი. 4,580-დან 5,722 ფუნტამდე ასაფეთქებელი მასის მქონე MOP-ს აქვს ისეთი ძლიერი აფეთქება, რომ სერიოზულ ზიანს ატენებს მიწისქვეშა ბუნკერებს, რომელთა გასარღვევადაც შეიქმნა. ამ პაკეტში, რომ 60 მეტრი 200 ფუტის შეღწევას დაემატოს, ირანს ამ ბომბისგან დაცვევა შეეძლებოდა. ეს იდეალურია აშშ-სა და ისრაელის სტრატეგიისთვის, რომ თალეღან 2-ზე ძლიერი დარტყმა მიეყენებინათ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით და შემდეგ ზედაპირზე არსებული ობიექტების განადგურება გაეგრძელებინათ. დარჩით ჩვენთან და აგიხსნით, რატომ არ იყო 30,000 ფუნტიანი MOP-ები ერთადერთი, რის გამოც ირანს ამ ობიექტზე უნდა ედარდა. სანამ გადავიდოდეთ, უნდა აუნიშნოთ, რომ აქამდე ნათქვამი მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდია, დაფუძნებული სატელიტურ სურათებზე. 14 მარტის მდგომარეობით აშშ-მ არც დაადასტურა და არც უარყო MOP-ის გამოყენება თალეღან 2-ზე. TWZ-მაც კი სცადა დარტყმის შესახებ ანგარიშის გადამოწმება და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას დაუკავშირდა. თუმცა CENTCOM-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. აქამდე ნანახი შეესაბამება MOP-ების გამოყენებას. ვიცით, რომ აშშ ირანში აგზავნიდა B2 სპირიტის ტიპის სტელს ბომბ დამშენებს, რაც ერთადერთი საფრენი აპარატია, რომელსაც შეუძლია ასეთი ბომბების ჩამოგდება. ყველაფერი ემთხვევა, აშშ-ში ჯერ პასუხს არ გასცემს. არსებობს განსხვავებები MOP-ით დარტყმებს შორტმებს შორის, რომლებიც ოპერაცია ეპიკური რისხვისა და 2025 წელს ჩატარებული ოპერაცია შუაღამის უროს დროს განხორციელდა.
ამ განსხვავებებს შორის მთავარი როგორც ჩანს ისაა თუ როგორ უთყამს აშშ თავის სამიზნეს. თალეგან ორზე ხვრელები ობიექტის მიწისქვეშა სტრუქტურის ზემოთ პირდაპირ თავდასხმას მიუთითებს. თუმცა აშშ 2025 წელს ფორდოს ობიექტზე ისარგებლა ვენტილაციის შახტებით და თავისი MOP ბომბები სწორედ ამ დაუცველ შახტებში ჩააგდო. სავარაუდოდ იმისთვის, რომ აფეთქებამდე უფრო ღრმად შეღწეულიყო ობიექტში. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინმა 2025 წლის ივნისში განაცხადა, რომ ირანმა თავდასხმის თავიდან ასაცილებლად შახტები ბეტონით დაფარა. ამან არ გაამართლა, თუმცა საინტერესოა, რატომ აირჩია აშშ-მ განსხვავებული მიდგომა ბოლო MOP დარტყმებში. თავარი კითხვა მათ შორის არის, რატომ აღარ გამოიყენეს ვენტილაციის შახტები. ცხადი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ თალაგან ორი ობიექტს არ ჰქონდა იგივე დანიშნულება, როგორც ბუნკერებს, რომლებიც აშშ-მ გაანადგურა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს. რაც ნიშნავს, რომ ვენტილაციის შახტები იქ არც კი იყო სამიზნედ. კიდევ ერთი პასუხია ის ზომები, რომლებიც ირანმა თაირანმა თალეგან ორის დასაცავად მიიღო. ნიადაგი და ბეტონი კარგია, მაგრამ ისინი საკმარისად სქელი უნდა იყოს, რათა შეაჩეროს MOP, რომელსაც 200 ფუტი ბეტონის გარღვევა იქ მისასვლელად, სადაც საჭიროა. სატელიტური ფოტოებიდან, რომლებიც თალაგან ორის ობიექტის დაფარვამდე და შემდეგ ვნახეთ, შეიძლება ეს უბრალოდ ის შემთხვევა იყო, როცა აშშ-მ ობიექტს პირდაპირ დაატყა ბევრად უფრო მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ შეეძლო. ობიექტი ირანისთვის საკმარისად დაცული არ იყო. ირანმა უკვე იგრძნო ბუნკერ-მანგრეველების დარტყმები, მაგრამ რაც არ ელოდა, იყო შემდგომი დარტყმები. როდესაც თავად ბუნკერი გამოუყენებლად იქცა, შეიძლება ითქვას, რომ საქმე უკვე გაკეთებული იყო. რაც არ უნდა ხდებოდა ირანის საიდუმლო ობიექტში, ყველაფერი დასრულდა, მაგრამ აშშ-ს და ისრაელს სურდათ თალაგან ორი ის ობიექტი უბრალოდ გამოუყენებლად კი არ დაეტოვებინათ, არამედ სრულად გაენადგურებინათ. ისრაელმა აიღო ინიციატივა შემდგომ მოქმედებებში. TWZ უცხება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ანუ IDF-მა, განაცხადა, რომ მათ თალაგან ორი ის ობიექტს დარტყმა მიაყენეს 11 მარტის ღამეს. IDF-ს არ აქვს MOP ბომბები, ამიტომ თავდაპირველ იერიშში მათი გამოყენება გამორიცხულია. მას აქვს 2000 ფუნტიანი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს მიწისქვეშა ობიექტებზე იერიშისთვის. ხვრელები უკვე იქ იყო. IDF-ის თვითმფრინავებს მხოლოდ გადაფრენ და საბრძოლო მასალის ჩამოგდება სჭირდებოდათ. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა X-ზე გავრცელა სატელიტური ფოტოები, სადაც თალეგან ორის მახლობლად შენობებზე დამატებითი ზიანია ნაჩვენები. 12 მარტს ISIS-მა განაცხადა, რომ თალეგან 1-ის დასავლეთით და თალეგან 2-ის გვერდით მდებარე ცეცხლის კონტროლისა და ინსტრუმენტების შენობები განადგურდა. ეს არ ყოფილა აშშ-ის ბომბების შედეგი. შენობები აფეთქების ტალღისთვის ძალიან შორს იყო, რაც მიუთითებს, რომ IDF-მა თალეგან 2-ის ბუნკერის დაწვის შემდეგ გარე სტრუქტურები გამანადგურებელი თვითმფრინავებით გაანადგურა. ირანი შოქშია. თითქმის 1 წლის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობა, რომელიც სპეციალურად თალეგან 2-ის დასაცავად იყო განკუთვნილი, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. B2 ბომბდამშენი და მისი MOP ბომბები ცხადყოფს, რომ აშშ-ის საჰაერო ძალა ირანზე ბევრად უფრო ძლიერია და შეუძლია გაარღვიოს ბეტონი, მიწა და ყველა სხვა დაბგოლება. ირანს ალბათ აინტერესებს შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. აშშ-ს ამაზე ალბათ უკვე აქვს გარკვეული იდეები. თალეგან 2 ერთადერთი ობიექტი არაა, რომლის დაცვაშიც ირანმა ბევრი დრო და ფული დახარჯა. როიტერსის ცნობით, მსგავსი სამუშაოები ირანის სხვა სამხედრო კომპლექსებშიც, მათ შორის პარჩინსა და ისფაჰანში შეინიშნებოდა. გვირაბებსა და ობიექტების შესასვლელებს მინიმუმ 18 თებერვლამდე ამაგრებდნენ, რადგან ირანი იმისთვის ემზადებოდა, რაც აშშ-ისგან თვის ბოლოს ელოდა. როიტერსის ცნობით, ეს სამუშაოები სატელიტური სურათებით დადასტურდა და შედეგად ირანის სხვა ბირთვულ და მიწისქვეშა ობიექტებზე ახალი სამიზნეები გაჩნდა. თუ ირანს აინტერესებს, რას დაარტყამს აშშ-ში MOP-ებით, პასუხი უკვე იცის. შეიძლება ირანი ფიქრობს, რომ მალე აშშ-ს MOP-ები ან B2 ბომბდამშენები ირანის თავზე აღარ იფრენენ. არც ერთი ეს ვარიანტი არ ჩანს რეალური. აშშ არ ასახელებს MOP-ის მარაგს, მაგრამ Air and Space Forces-ის 12 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, პენტაგონი ოპერაცია ეპიკური რისკის დაწყებამდე მარაგის შევსებას გეგმავდა. მან Boeing-თან $100 მილიონ მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რათა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს გამოყენებული ბომბები ჩაენაცვლებინა. თითოეული ასეთი ბომბი დაახლოებით $4 მილიონ ღირს, წერს Financial Times. $100 მილიონ მეტი ხარჯი მინიმუმ 25 ახალ MOP-ს ნიშნავს. არ ითვალისწინებს აშშ-ის არსებულ ბომბებს. ამერიკამ ჯერჯერობით 14 გამოიყენა. ახალი MOP-ები უკვე შეკვეთილია. აშშ მზად არის ისევ დაბომბოს გამაგრებული მიწისქვეშა ობიექტების საჭიროების შემთხვევაში. ბევრიების ირანიდან გაფრენაზეც ირანის რეჟიმს იმედი არ უნდა ჰქონდეს. ვიცით, რომ B2 ბომბდამშენები 4 მარტს გაემართნენ დიდი ბრიტანეთის ბაზებისკენ, როცა დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს მისცა მათი გამოყენების უფლება საწესი დარტყმებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ბეორიებს ძალიან ახლოს უტარებენ ტექნიკურ მომსახურებას, ავსებენ და აწვდიან საწოლს ირანთან, რაც რეჟიმისთვის ძალიან არასასიამოვნოა. აშშ შეუძლია ეს ბომბდამშენები ნებისმიერ დროს კვლავ გაგზავნოს და ირანი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებს, როცა უკვე ძალიან გვიანი იქნება. ეს არის სტელს ბომბდამშენების მთელი არსი. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დიდი ტალღა მოდის მას შემდეგ, რაც ბეორიები ბრიტანეთში ჩამოვიდნენ. ეს ტალღა შეიძლება მოიცავდეს მეტ ბიორიერიშს მიწისქვეშა სამიზნეებზე, რადგან აშშ ცდილობს დაასუსტოს ირანის რეჟიმის აშენებული სტრუქტურები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სამხედრო ძალის დიდი ნაწილი განადგურებულია. რა შეიძლება აკეთებდეს ირანი ამ ყველაფრის წინააღმდეგ? ბევრს არაფერს. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, მან გაორმაგა მუქარები და აბსურდული მოთხოვნები, რათა ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდეს. ისლამური რევოლუციური გვარდია კვლავაც აგრძელებს მუქარებს და აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ობიექტებზე სუსტ თავდასხმებს, რომლითაც მოკავშირეების ძლიერი ერიშებს პასუხობს. რაც შეეხება ირანის პოლიტიკურ ელიტას, ისინი გამოსავლის ძიებაში არიან. თუმცა როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ირანს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე რეალურად აქვს. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პაზეშკიანმა ექს-ირანის ომის დასრულების მოთხოვნები წარუდგინა. სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ გაჩაღებული ომის დასრულება შესაძლებელია ირანის ლეგიტიმური უფლებების აღიარებით, კომპენსაციით და საერთაშორისო გარანტიებით მომავალი აგრესიის წინააღმდეგ, განაცხადა პაზეშკიანმა 11 მარტს. ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც ირანი წამოაყენებდა თუ ომში იმარჯვებდა. ასე არ არის. სამი ხვრელი თალეღანორზე ამას ამტკიცებს და აშშ-ს ბევრად მეტი აქვს, თუ ირანი შეეცდება დაუპირისპირდეს აშშ-ს საჰაერო ძალას. ამასობაში ირანი თითქოს იმუქრება მესამე მსოფლიო ომით, თუ აშშ არ შეცვეთს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა 2026 წელს რამდენიმე კონფლიქტმა შეიძლება გლობალური ომი გამოიწვიოს. ვიდეოში 5 მათი მათგანი განვიხილეთ. იხილეთ ვიდეო მეტი ინფორმაციისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ The Military Show. მეტი ინფორმაციისთვის ირანში აშშ-ის დარტყმებზე. მადლობა ყურებისთვის.